Რამდენიმე კადრი გვაქვს შემორჩენილი. ძალიან ცნობილი კადრებია, იმიტომ რომ როცა ქრისტინეზეა საუბარი, მხოლოდ ეს ორი კადრია შემორჩენილი ფილმიდან. ზეინებ ხენტკირია მხატვრული ფილმის ქრისტინეს უნიკალური ფოტომასალა გვაჩვენა. ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში 1916-1990 წლებში გადაღებული ფილმების 274,625 ფოტოდოკუმენტი ინახება. თითქმის 200 დასახელების მხატვრული ფილმის, 200 სახელწოდება მხატვრული ფილმის, აი ეს ფოტონეგატივები არის არქივში დაცული და ეს ყველა ნეგატივები არის ორიგინალი. დაახლოებით 3 წელი მოვუნდით ჩვენ, რომ ფილმთან მიგვეყვანა, შემდეგ დაგვემუშავებია ანაბეჭდები გაგვეკეთებინა, ანაბეჭდებს რომ გააკეთებ, აქ ხომ უნდა გამოვიდეს ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოძიება. არქივში შენახულ ფოტოებზე გადასაღები მოედნის კადრები, დეკორაციები, გადამღები ჯგუფის წევრები და სცენის დადგმის პროცესებია ასახული. ეს ივანე პერესტიანის მიერ 1921 წელს შექმნილი პირველი ქართული დამოუკიდებელი ფილმის არსენა ჯორჯიაშვილის ფოტოგამოსახულებაა. აქვე ინახება ნატო ვაჩნაძისა და ვანუს არაჯიშვილის უნიკალური ფოტო, რომელიც მათ პირველ ერთობლივ ნამუშევარს ასახავს. პირადად ეს არქივი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არ მოსულა ჩვენთან. ოფიციალურად არავის არ გადმოუწია, ეს უბრალოდ ჩვენ ვიპოვნეთ ერთ-ერთ საწყობში, სადაც იყო ეს დაყრილი, ასე შეიძლება ითქვას, ეს აღმოვაჩინეთ ჩვენმა თანამშრომლებმა, მოვიტანეთ, გავწმინდეთ, გავასუფთავეთ. არეული იყო, იქ არ იყო, თქვა მამისკვლელი ერთად იდოზელისო ერთად, 100 არ იყო, ეს იყო სუფთლიანად არეული. ფოტომასალა არქივში მოხვედრამდე სპეციალურ პროცედურას გადის. სახელმწიფო დაცვისთვის განკუთვნილი ნეგატივები იშიფრება, ინახება სპეციალურ მიეცემა შესაბამისი ნომერი, დამზადდება სპეციალური პაკეტი, რომელშიც ის შეინახება. აი ამ ფორმით მოხდება არქივ საცავში რიგითი ნომრის მიხედვით განლაგდება შესაბამის ყუთებში. ამავე ნომრით აღიწერება სააღრიცხვო წიგნში. ჯიმ შვანთე, ელისო, ქეთო და კოტე, არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები. ეს ქართული მხატვრული ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთა უნიკალური ნეგატივები ეროვნულ არქივში ინახება.